ქვეყნის მასშტაბით ერთი ფანჯრის პრინციპით 15 მომსახურების ცენტრი გაიხსნება, სადაც მოქალაქეები ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სერვისებით სარგებლობას ერთი ფანჯრის პრინციპით შეძლებენ. Ამ დანიშნულების ცენტრებში სოციალური მომსახურების, დასაქმების ხელშეწყობისა და ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოების, ასევე სახელმწიფოს ზრუნვისა და ტრაფიკის მსხვერპლთა დახმარების მიმართულებით მოქალაქეებს სრულყოფილი და უწყვეტი მომსახურების მიღების შესაძლებლობა ექნებათ. ამ ტიპის ცენტრი დედაქალაქში გაიხსნა. Გავხსენით ახალი მომსახურების ცენტრი, ახალი კონცეფციით, ახალი დიზაინით ვაკის საბურთალოს რაიონში, რომელიც უკვე ახალი პრინციპით მოემსახურება ჩვენს მოქალაქეებს. აქ 4 ჯანდაცვის სამინისტროს სააგენტო იქნება განთავსებული და ამ ერთი ფანჯრის პრინციპით უკვე უფრო კომფორტულად შეძლებ ჩვენი მოქალაქეების მომსახურებას. სამინისტროს ქვეშ არსებული სიპები იქნება ეს სოცმომსახურების სააგენტო, ზრუნვის სააგენტო, დასაქმების სააგენტო, ჯანმრთელობის სააგენტო, ყველა ერთი ფანჯრის პრინციპით უზრუნველყოფს მომსახურებას, იმისათვის რომ მოქალაქემ ყველა მის კითხვაზე მიიღოს პასუხი, იმისათვის რომ მისი საჭიროებები იყოს სრულად დაკმაყოფილებული, სხვადასხვა უწყებაში და სხვადასხვა სერვის ცენტრში მისვლის საჭიროების გარეშე. მოხარული ვარ, რომ სოციალური სამსახური ასე კეთილმოწყობილია, ასე კარგად და ლამაზად გაკეთდა ყველაფერი და მთავარია ის, რომ მომხმარებელი რომ შემოვა ერთ სივრცეში, უცბად ყველაფერი გაკეთდება და კმაყოფილი დარჩება მომხმარებელი